ეს ამბავი ერთ ჩვეულებრივ ქალს შეემთხვა, რომელიც იმიტომ რომ მოიტაცეს, ან იმიტომ რომ შეყვარებული იყო, ან სულაც იმიტომ რომ რაღაცეები ძალიან აინტერესებდა, გათხოვდა. თაფლობის თვე ძალიან მალე გავიდა და ჩვენი გმირის ცხოვრებაში დაიწყო ის, რაზეც არც ისე ხშირად ფიქრობენ ხოლმე გათხოვებამდე. თუმცა, ახლად დაქორწინებული ქალბატონი შეეგუა გათხოვილი ქალის იმიჯს და ცისფერი ოცნებები აი ასეთი საქმიანობით შეცვალა. სამწუხაროდ მისმა მეუღლემ ვერ შეიცვალა ზნეჩვეულებები და ცხოვრებას ძველებურად აგრძელებდა. ალბათ იმიტომ რომ ძალიან ახალგაზრდა იყო, ან სულაც იმიტომ რომ ეგოისტი იყო. თუმცა ამას არ აქვს მნიშვნელობა. მიუყვეთ მოვლენებს. ახლად გათხოვილი ქალი ოპტიმისტურად ელოდა უკეთეს მომავალს, რომელიც ერთ მშვენიერ დღეს მშვენიერი ბავშვის სახით მოევლინა კიდეც. ბავშვის დაბადებამ მომენტალურად გააღვიძა დედობრივი ინსტინქტი. სამაგიეროდ ამ ინსტინქტმა ვერ გააღვიძა მამობრივი რაღაცეები. ერთი სიტყვით, ახლად დაქორწინებული ქალი ოჯახურ ფერხულში ძალიან ეულად გრძნობდა თავს. შექმნილი ვითარების გამოსასწორებლად ცოლმა ქმართან ჯერ ტკბილად ურთიერთობას სცადა. შემდეგ საკუთარი მდგომარეობა აუხსნა, ხმამაღლაც აუხსნა, მაგრამ მალე მიხვდა, რომ ამით ქმრის ხასიათს ვერ შეცვლიდა. რა თქმა უნდა, მას საკუთარი ცხოვრების შეცვლა შეეძლო, თუმცა იმიტომ რომ დედის დარიგებას ითვალისწინებდა, ან იმიტომ რომ ბოროტიანების ეშინოდა, ამ ნაბიჯს ვერ დგამდა. ასე ერთფეროვნად გადიოდა დრო. ახალგაზრდა ქალის მოთმინების ფიალაც ნელ-ნელა ივსებოდა და ივსებოდა. ჩვენს გმირს უკვე ძალიან აღიზიანებდა ისეთი წვრილმანებიც კი, როგორიცაა მაგალითად ქმრის კატასტროფულად მზარდი ღიპი, ან მისი udardeli ხასიათი. არა, მასთან ცხოვრება შეუძლებელი გახდა. ახალგაზრდა ქალმა ოჯახის დანგრევა გადაწყვიტა და აი აქ იწყება ყველაზე საინტერესო. აღმოჩნდა, რომ ინდიფერენტული დამოკიდებულების მიუხედავად, ქმარს ცოლი უგონოდ უყვარდა და მის გარეშე ცხოვრება არ შეეძლო. და არც იცხოვრებდა. ასე რომ იძაბება სიტუაცია და ჩვენი გმირი საკმაოდ გამოუვალ, არასასიამოვნო მდგომარეობაში აღმოჩნდა. სამწუხაროდ. მყარი ოჯახი მყარი ქვეყნის გარანტია. მყარი ოჯახი ის უცვლელი აგურია, რომელიც მყარად არის ჩატანებული ჩვენი ეროვნული ტრადიციებით ამოლესილი ყოფა ცხოვრების შენობაში. რატომ აკლდება აგურები ამ შენობას? ვინ ან რა არის უმოწყალო ნგრევის მიზეზი? სწორედ ამ საჭირბოროტო თემებზე სასაუბროდ ჩვენი ქალაქის მაცხოვრებლებს მივმართეთ, სადაც ჩამოედინება მდინარე მტკვარი. ალბათ გაცნობიერებული არ აქვთ რა შვებიან, როცა თხოვდებიან. ეს ჩემი აზრია, რომ მე თვითონ ეხლახან გავშორდი. თუ ოჯახში უზრუნველყოფილი თუ არ არის ოჯახი, მაშინ ფინანსურადაც არ გამოდის ცხოვრება, რა. მე ასე მჯერა უფრო. სიყვარული მეორე პლანზე გადადის უკვე. შეიძლება კარგად ახალგაზრდებს არ აქვთ განთავისებული რას ნიშნავს ოჯახი, რომ ოჯახი ეს არის საქართველოს ძლიერება. ყველაფრის მიუხედავად, მაინც დახურული სივრცე იყო, უცბად შემოვიდა ყველაფერი ჩვენთან ეს ერთგვარი განათლება ჭყალებში. და ალბათ იმის გამოა, რომ ახალგაზრდები მიეძალენ ოჯახის შექმნას, ვიდრე დაუშვათ სხვა სახის განათლებას. ჩემი აზრით, ქართული ტრადიციებია დაკარგული. დიახ, იკარგება და ინგრევა ქართული ტრადიციები. ქართული სული, ნგრევა ადვილია, შენება კი რთული. ნგრევის მიზეზი ულევია, შენების კი ერთი, სიყვარული, რაც ქართველებმა ისე იციან, როგორც არავინ. მოძალებულია ძალიან ეს არაფერი, ამერიკული და ესა, ვიცით. როგორც კი ოჯახს პატივცემ, როგორც კი შენ მშობლებს პატივცემ, შენ იზოლებული იქნები იმ ტრადიციებიდან გამომდინარე, რომ ცოლსაც და შვილებსაც სათანადო პატივი მიაგო და ბოლოს ახალგაზრდებო დაფიქრდით, გრევა ადვილია, შენება კი ძნელი. აი გოლგოთის მთისაკენ კდება მოსილებით გასცით თქვენი ტვირთით ცოლქრული სიყვარულით. თქვენი ჭირიმე, თქვენ გაგიმარჯვებთ. საქართველოში რომ სტატისტიკა არსებობდეს, არ იარსებებდა ხალხის ქუჩაში გამოკითხვის აუცილებლობა. ფიქრი მტკვრის პირას.
ვისლუკმად გავიხადე თავი, ვისლუკმად აფსუს, ვახმახიანთ ნათლო, ანუ აფსუს. არზახეთი არის რა. სასამართლო წარმოებაში არსებული დავების 80% დღეს მოდის განქორწინებაზე. რაც მინდა ქალი შოღრო ჩემოთაო მიდი ახლა ეკვეცა დაებუდარე. მაგრამ ერთ-ერთი მეუღლის უარი ქორწინებაზე, ესე იგი რომ შეიტანოს ერთ-ერთმა მეუღლემ განცხადება განქორწინების შესახებ, ეს უკვე სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ სასამართლომ დააკმაყოფილოს მისი მოთხოვნა და განაქორწინოს მეუღლეები. იქნება არც ის გახსოვს, რომ ეს სახლი, დუქანი და ყველანი რაც გაგვაჩნია, ჩემი მზითებია. თუ მათ არაფერი არ შეუძენიათ, განქორწინების შემთხვევაში ბუნებრივია, ვერც ქალი და ვერც კაცი ვერაფერს ვერ მიიღებს. თავისი ბარგი ბარხანის დასაგებად მოვიდა ბატონო. მამიკო, რა მოგვიტანებ? სახლში ჩქარა, აუსი. აღარ აკავ თქვენ მამა. მაგრამ რა დააშავა იმ ხალხმა, როდესაც თავის შვილის მიზეზით თუ თავის რძლის მიზეზით ოჯახი ინგრევა და რატო უნდა გაიღოს მან რაღაც ქონება? რაც არ უნდა იყოს, შვილი გეზრდებათ. ახლა გაახსენდა შვილი? დათული, მოდი დედა აქ. გამარჯობა. გასწორდი და თქვი ვინაა მამა შენ? მამა ჩემი ცუდი კაცია, მე და დედა მიგვატოვა, მაგრამ მალე ნახავს თავის ეს. კანონით არ არის განსაზღვრული, რომ აუცილებელია მამას დაეკისროს. სასამართლომ შეიძლება დედას დააკისროს ალიმენტის გადახდა. იმიტომ რომ ჩემი შვილები არ არიან. არ ამგვანან. და მათი დაბადების თარიღი არ ემთხვევა ჩემს მიერ ჩატარებულ აქტს. უფლება არ აქვს, რომ არ გადაიხადოს. მაგრამ აქ შეიძლება სამოქალაქო წესითაც განვითარდეს მოვლენები, ესე იგი სარჩელი შეიტანოს დედამ ბავშვის სახელით თავისი ყოფილი მეუღლის წინააღმდეგ და მოითხოვოს ამ თანხის დაკისრება და შემდგომში რაღაც საჯარიმო სანქციების დადება შეიძლება და ასევე შეიძლება სამართლებრივი კუთხით. ხოდა იდიოტი ხარ, მაგრამ 30 მანეთის გულისათვის სიღეში სიღა. საქორწინო ხელშეკრულება მე როგორც ვიცი არ გაფორმებულა მხარეებს შორის, მეუღლეებს შორის, იმიტომ რომ ასეთი ახალი ხილია ეს სამოქალაქო კოდექსმა შემოიღო 3 წლის უკან. როდესაც პიროვნებებს სურთ რომ დაქორწინდნენ, რატომღაც არ იყურებიან მომავალში და არ სურთ რომ გააფორმონ კონტრაქტი და გაითვალისწინონ წინასწარვე თუ რა უფლება მოვალეობები ექნებათ ერთმანეთთან ქონებრივ საკითხებთან დაკავშირებით. ასეთი რამ ჯერ ევროპაშიც არ შეუნიშნავთ. სწორია. განქორწინება ქართულად ისევე რომანტიულია, როგორც ქორწინება ქართულად საყოფად ცხოვრებო დასკვნებიდან. ხო და ასე იყო. თხოვდებოდნენ და თხოვდებოდნენ ოჯახის შექმნას მოწყურებული ქალები. აჩენდნენ და აჩენდნენ თურმე შვილებს. ეს იმ შემთხვევისთვის, ბატონო, თუ ჩვენს ქმრებთან ვინმე თამაშს მოინდომებსო. აბა, კაცი, ისი კაცია, თუ გამოთამაშებაზე უარი თქვაო. და თამაშს ჩვენს მომზადებულები დავხვდებით. იმას მაინც მოვახერხებთ, რომ ჯოკრებიც და კოზირებიც ადგილზე გქონდესო. აბა როგორ გინდა? მთელ დასტაში მეფე გული ერთია და მაგის თავს არავის დავატაცებინებთო. კოზირებსაც ისე გამოვიყენებთ, კიდეც ავალაპარაკებთ, კიდეც ავატირებთ და თუ საჭირო გახდა, მამას სიახლოვეზეც არ გავაკარებთო. ამ თამაშში, ბატონო, კოზირი ბეზია. ხო და ჩვენც როგორც მოგვესურვება, ისეთი წესებით ვითამაშებთო. აბა ცნობილი რეჟისორის ვუდი ალენისა და მისი მეუღლის მია ფაროუს ოჯახური იდილია კორეელმა გოგონა სუნ იმ დაარღვია, რომელიც მიამ ალენზე გათხოვებამდე იშვილა. მიას მიერ აყვანილი მრავალრიცხოვანი შვილებიდან ვუდი ალენმა სწორედ ეს გოგონა ამოარჩია და მასთან გააბა რომანი.
შეურაცხყოფილი ცოლის უდიდესი სურვილის მიუხედავად, სასამართლომ ვერაფრით დასაჯა გარყვნილი ალენი, რადგან შვილობილი სრულწლოვანი იყო და მამობილთან არც სისხლით ნათესაობა და არც სასამართლო კონტრაქტი არ აკავშირებდა. საკმაოდ ტრადიციული მიზეზით ქმრის გამუდმებული ღალატის გამო გაიყარნენ მეგ რაიანი და დენის ქუაიდი. თუმცა არატრადიციული აღმოჩნდა თავად ქმრის რეაქცია. მან ბრალდებები უარყო და ღალატის ფაქტების ვერ დამტკიცების შემთხვევაში ცოლისგან ყოველთვიურად სოლიდური საკომპენსაციო თანხის გადახდა მოითხოვა. ახლა სხვა კაცზე შეყვარებული მეგ რაიანი იძულებულია ან ქმრის ყოფილი საყვარლების ძიება დაიწყოს, ან მორჩილად უხადოს ფული ქმარყოფილს. სიყვარულისთვის მსხვერპლი მხოლოდ არაფულადი პამელა ანდერსონმაც გაიყო. მისი მეუღლე გიტარისტი ტომი ლი მოწოდებით უფრო მოკრივი აღმოჩნდა ვიდრე მუსიკოსი. ქმართან გამართული ერთ-ერთი ხელჩართული რაუნდის დროს პამელას ფრჩხილი მოტყდა და სწორედ ამ ფრჩხილს გადააყოლა მანამდე მშვიდმა ლამაზმანმა ქმარიც და სხვათა შორის მოსამართლეებიც. მუდმივ გაშორება შერიგებაში მყოფი პამელა დროებით დააშოშმინეს. კრივის მოყვარული ქმარი კი ასევე დროებით ციხეში გამოამწყვდიეს. აი, ასეთი ვნებები აქვთ ცნობილ პიროვნებებს. გადაცემაში გამოყენებული იყო ყველაფერი ის, რაც არ დააინტერესებდათ მყარი ოჯახის წევრებს. აბა